ადამიანს აი ქრისტიან ადამიანს მოეთხოვება რომ ესე იგი ყავდეს მოძღვარი და ეს ძალიან დიდი მნიშვნელობისა არის. ჩვენ შეიძლება ზოგჯერ აგვერიოს, აი ჩვენ გვეგონოს რომ ესეა სწორი, ნახე სინდისი ასე მთხოვს, მაგრამ ყველაფერს თავისი ზომა აქვს. აი მაგალითად მორბენლები რომ გარბიან, თუ მოკლე დისტანციაზე მირბიან, დაუშვათ 100 მეტრი. ის თავიდანვე რაც შეუძლიათ მთელი ენერგია უნდა ჩადონ, რომ ბოლომდე სწრაფად მივიდნენ, მაგრამ თუ ეს დისტანცია არის 5 კილომეტრი, თავიდანვე ესე თავქუდმოგლეჯილი არავინ არ გარბის. ეს ენერგია უნდა გადაანაწილონ ხომართელად, თორე ვერ მივლენ საბოლოოდ ფინიშამდე ვერ მივლენ. ამიტომ აი ზოგჯერ არის რომ მართლაც ესეა, რომ აი წმინდა მამა პაისი ათონელი თვით რას ამბობს. შუაღამისას გამეღვიძებოდა ხოლმეო და აი მიცვალებულებზე ლოცა მინდებოდა და მე რაღაცა თვითონე მიხვდა რომ ეს გადაჭარბებული იყო ძალიან მე ხშირად ხდებოდა ეს და აი იქაც ზღვარია საჭირო. ამიტომ მოძღვართან შეთანხმებით ის სულიერი ასპარეზა ესე მორჩილებით უნდა გაიარო. ადამიანს რომელსაც მოძღვარი ყავს ის დაცულია ამებისგან და მე არ ვიცი რამდენჯერ მithქვავს მერთისთვის მადლობა რომ მოძღვარი ყავს და ზოგადად არსებობს შესაძლებლობა რომ ადამიანს მოძღვარი ყავდეს. პირადად ჩემთვის მოძღვარი ძალიან დიდი ნუგეშია. და იმ ადამიანებს კიდე ვისაც არ ყავს მოძღვარი, ეს ნუგეში ჯერ არ გამოუცდიეთ, აი წეღან რო საუბრობდით, ხო? ადამიანს ეს ნუგეში არ უგძნია და იმიტომაც არის რომ ხან ამას მოიგონებს, ხან იმას, ხან მართლაც აქვს შეიძლება მიზეზი. ესე რომ აი უკიდურესობები არ ვარგა. ოქროს შუალედია კარგი. და სინდისი მაშინ ხდება ბასრი, როდესაც ჩვენ ერთხელ დაუჯერებთ ორჯერ. ერთხელ თუ წაუყურებთ მეორეჯერ, აი რატო ხდება რომ მაგალითად ადამიანი ერთხელ დიდ ცოდვაში ჩავარდება და რაღაცა შინაგანად აფორიაქებულია. მეორეჯერ რო ჩავარდება, იმდენად აღარ და მე იმდენად მიეჩვევა, რომ ეს არაფრად არ მიაჩნია. ნუ დაბლაგდა მისი სინდისი, მაგრამ არ მოკვდა. და ღვთის წინაშე რო წავდგებით, ის ისევე გვამხილებს. აი წმინდა მამები რას ამბობენ, ნახეთ, რასაც დღეს სინდისი გვეუბნება, იმასვე მოვისმენთ ჩვენ ქრისტესგან. მის წინაშე რო წავდგებით, ისე რომ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ ეს არ ვიცოდით, აი სახარება არ წამიკითხია, მაგრამ სინდისი ხო გეუბნება. სახარება იგივე რაც ჩვენი სინდისი ფაქტიურად. სახარება იმიტომ დაიწერა, რომ ადამიანმა გაიუხეშა ეს სინდისი და აღარ უსმენდა, თორე აბრაამ მამამთავარს ჰქონდა სახარება, არ ჰქონდა და არ წაუკითხია. მოსეს ჰქონდა? არ ჰქონდა. მოსეს დროს მიეცა ეს რჯული. და იქამდე კიდე მით უმეტეს, მაგრამ სინდისის მიხედვით ცხოვრობდა ადამიანი. დიახ.